გულწრფელად გამეცი პასუხი ერთ კითხვაზე. გაიხსენე სიტუაცია, როდესაც წარმატებას მიაღწიე. პროცესი, რომელიც ამ წარმატებას უძღოდა, კომფორტული იყო? თუნდაც პირველი პაიმანი რო აიღო. ფიქრობ, რა ჩაიცვა, როგორ გამოიყურები, რაზე ელაპარაკო, როგორ ელაპარაკო. კომფორტულად გრძნობ თავს? ან მაგალითად, როცა გასაუბრებაზე დაგიბარეს, ფიქრობ, რა კითხვებს დასვავენ, როგორი სიტუაცია იქნება, ნერვიულობ, ხო? კომფორტულია შენთვის? დასკვნა ასეთია, მეგობრებო, თუ გინდა გადახვიდე შემდეგ ეტაპზე, თუ გინდა რაღაცა შეცვალო შენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ, უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რა განხრით მუშაობთ, რომელი პროფესიის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ ადრე თუ გვიან, როდესაც მაღალ დონეზე ადიხარ, ვიღაცა უცხოელი მაინც იქნება, კლიენტი თუ პარტნიორი, ვისთანაც მოგიწევს საუბარი უცხო ენაზე. და მან, რა თქმა უნდა, გექნებათ ეს დისკომფორტი. იმისთვის, რომ წინასწარ მოემზადოთ ამ სიტუაციისთვის, მე გთავაზობთ გაიაროთ ის კურსი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს, მაინც მაქსიმალური კომფორტით, მაქსიმალურად სწრაფად მიგიყვანთ შედეგამდე. ჩვენ აკადემიაში გვაქვს მრავალნაირი კურსი, მათ შორის უცხოელთა native speaker-თან 5 კვირიანი სპეციალური პროგრამა, რომელიც აგალაპარაკებთ, თუ გვაქვთ ცოდნა და მაინც ამის და მიუხედავად ვერ საუბრობთ, ან თუ გჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი კურსებიც გვაქვს, გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, ვინც ზუსტად იცის რა გააკეთოს და როგორ დაგეხმაროთ ისე, რომ უსწრაფესად, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მიგიყვანოთ შედეგამდე და გარანტიას გაძლევთ, რომ თუ დაიწყებთ დღეს მეცადინეობას, უსწრაფესად მიგიყვანთ შედეგამდე. კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირადში და აუცილებლად დაგიკავშირდებით, დაგელაპარაკებით და გეგმას გავწერთ საიმისოდ, რომ თქვენი მიზანი იქნეს მიღწეული უახლოეს პერიოდში. აბა თქვენიცით, გისურვებთ კომფორტის ზონიდან გამოსვლას.